დაურებია ესენი, ხო არ იცით? ხამეთროარი ბავშვების ბეჭდები ეგეცინდა. ყია, დაიშხანი, რომი, ვერცხლის წყალი, ყია. მე ეს ბეჭდი მიყვარს ძალიან. ვარჩევ რაც მომეწონება. ის გემოვნებით. 12 წლის მარი თავის სამკაულებს გვათვალიერებინებს. მე-7 კლასის მოსწავლეს ბიჟუტერიის მოზრდილი კოლექცია აქვს, რომელშიც ძირითადად ნაკლებად ცნობილი მწარმოებლების მიერ დამზადებული საიუველირო ნაწარმი შედის. დაახლოებით ასე 6 წლის ასაკიდან, როცა დაინახა, რომ დედიკოს ეკეთა სამკაულების ზღვაზე დაინახავდა თუ არა, ყოველთვის ჰქონდა მიდრეკილება მისი ჩუმად. ჩემს სამკაულებს აიღებდა, ჩუმად იკეთებდა. მივდივარ თქვა ბაზრობაზე ერთად სხვა ნივთის შესაძენად ტანსაცვლი დაინახავს მარიამ სამკაულებს, შემაჩერებს, ხო და ჯერ იმას ყიდულობდა, მერე სხვა რამეს. ორიგინალური რუსარიც აქვს. მარი და ნინო მეგობრები არიან და ერთ სკოლაში სწავლობენ. ორივე მათგანი ბიჟუტერიას სისტემატურად იყენებს. შენსაც ფერი გადაუვიდა, ხო? ჩემსაც ფერი გადაუვიდა. ბევრჯერ მქონია ესეთი შემთხვევა, რომ ფერი გადასვლია, მაგრამ მაგას ვერაფერს ვერ უხერხებ ხოლმე. მაქვს საყურეები, რომელსაც ვატარებ თითქმის ყოველ დღე. სიმართლე გითხრათ, წარმოებისთვის არასოდეს არ მიმიქცევია ყურადღება. ყოველთვის ვუყურებ ვიზუალურად როგორია. ეს ჩემი სამკაულების კოლექცია. მარიმ ბიჟუტერიის შეგროვება ბავშვობიდან დაიწყო. მის კოლექციაში სხვადასხვა ბრენდული და ნაკლებად ცნობილი მწარმოებლის მიერ დამზადებული ათეულობით სამკაული შედის. სისტემატურად ვატარებ საყურებსაც და ბევრი მაქვს გახვრეტილი ზევითაც ვქონდა, უბრალოდ ეხლა არ მიკეთია და მომწონს საყურები ზოგადად ბევრი. საყურეზე ხშირად შემჩნევია ისიც, რომ როდესაც უბრალო უკეთიათ, ამბობენ, რომ აი მიღიზიანებს ყურს, ამიტომ გამჩენია კითხვა, რომ რატომ აღიზიანებს უბრალო საყურე ყურს და რატომ არ აღიზიანებს სიტყვაზე ოქრო. წლების განმავლობაში ბიჟუტერიის აქტიური მომხმარებელი იყო. უბრალო სამკაულების შეძენას დღეს უკვეერიდება. საყვარელი სამკაულების ყოველდღიურად ტარებაზე უარს თიკა გვემრაძე ასეხსნის. დღის ბოლოს ვზნობ ძალიან დიდ დაღილობას და დისკომფორტს იმ პერიოდში, როცა მიკეთია. საყურის, რაღაც თავის ტკივილი, როცა ჩვენ ვიზუალი გვაბრმავებს მანდილოსნებს. რატომღაც თავს ხუჭავთ, არის თუ არა ბრენდული ჩვენი შეძენილი ნივთი. როგორც ცნობილია, ქალბატონების უმრავლესობა სამკაულის მოყვარულია. უკვე დიდი ხანია საიუველირო ნაწარმი ბიჟუტერიამ ჩაანაცვლა. ამიტომ საქართველოს ბაზარის წლების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი იაფასიანი ბიჟუტერიით გაისურვათ. გასაყიდ დახლებზე ყველანაირი შემოწმებისა და კონტროლის გარეშე მოხდა. რას აქცევთ პირველ რიგში ყურადღებას, როდესაც სამკაულს ყიდულობთ? რა თქმა უნდა, ამ ნივთის სილამაზეს. არავინ კითხულობს, რა შემადგენლობის არის ესა თუ ის პროდუქტი. შეიცავს თუ არა მძიმე მეტალებს ან უსაფრთხოა თუ არა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ვფიქრობ, ამ გადაცემის ნახვის შემდეგ დაფიქრება ნამდვილად მოგიწევთ უმეტეს მაშინ, როდესაც იაფასიანი ბიჟუტერიის ყიდვას საკუთარი შვილისთვის გადაწყობთ. საქართველოში ხელოვნური ბიჟუტერიის ძირითადი შემომტანი ჩინეთია. 2006 წლიდან დღემდე ამ ქვეყნიდან საქართველოში 11,884,900 ამერიკული დოლარის ღირებულების 593,065 კილოგრამი ბიჟუტერია შემოვიდა. მეორე ადგილზეა თურქეთი, 3,91,000 ამერიკული დოლარის ღირებულების 188,853 კილოგრამი ბიჟუტერიით. შემდეგ მოდის არაბთა გაერთიანებული ემირატები, 230,894 კილოგრამი ბიჟუტერიით. აზერბაიჯანი 142,942 კილოგრამი და ინდოეთი 66,322 კილოგრამი ბიჟუტერიით. სულ 2006 წლიდან დღემდე სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოს ბაზარში 33,908,000 ამერიკული დოლარის ღირებულების 1,506,946 კილო ხელოვნური ბიჟუტერია გაიყიდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციაში არ არის გამოყოფილი ბავშვებისთვის განკუთვნილი ბიჟუტერიის რაოდენობა, თუმცა მათი რიცხვი საკმაოდ მაღალია. ამ ყველაფერი არ მოწონება, არ მოწონება. აი მაგალითად ეს არ მომწონება. მე ეს მომწონება. საბავშვო ბიჟუტერიით ბავშვებს სიცოცხლის პირველივე თვეებიდან ანებიურებენ. ნათელი ფერებითა და სხვადასხვა მიმზიდველი ფორმებით გაფორმებული სამკაულის ყიდვა ყველგან შესაძლებელია, როგორც ბრენდულ მაღაზიებში, ისე ბაზრობებსა და ქუჩის დახლებზე.
ჩამოტანილი არის ესენი ყველა? იმის დასადგენად, რამდენად უსაფრთხოა ჩვენს ქვეყანაში გასაყიდად გამოტანილი საბავშვო თუ ზრდასრული ადამიანებისთვის განკუთვნილი სამკაულები, სხვადასხვა ლოკაციებზე მათი შეძენა გადავწყვიტეთ. ესენი დამითვალეთ რამდენია? ეს ადგურის მიმდებარე ბაზრობაა, სადაც როგორც საბავშვო, ისე დიდებისთვის განკუთვნილი ბიჟუტერიის დიდი არჩევანია. ეკინის საქონელია, თურქული საქონელიც არის. საიდან მოგაგზავნა? აბა ჩინური რომელია აქედან? ჩინურები ახლა ზოგს აქ წარწერებიც მაგრამ ახლა როგორ გიხავ. მე თვითონ არ დავდივარ და მე ზუსტად არ ვიცი ახლა. აი რომელსაც გადადის და რაღაცა აი ამას ვფიქრობთ ახლა გარანტია რომელსაც არ აქვს. ანუ ეხა ამას 2 წელი არ უნდა გადავდეს ფერი ამას ნიშნავს. თორე რა არის, რა შემადგენლობის არის, ეგენი არაწერია, თქვა რა არის ახლა ეს. ეგ არ ვიცი. აი ეს ახლა უკეთესი ხარისხია. აი რითი განსხვავდება ეხა მაგალითად ეს ამისგან. აი ამას ეს არ აღიზიანებს და აი ეს ახლა ზოგიერთი ალერგიული ვინც არის დაუშვათ და შეიძლება ალერგია მისცეს. აი ესეთი აი ახლა ესენი აი თქვენ წინასწარ იცით რომ შეიძლება მისცეს ამან ალერგია? არა, ჩვენ ახლა მე თვითონ მაგალითად ჩემი ყურდან გამომდინარე, საერთოდ ოქროს გარდა ვერ ვიკეთებდი და რაც ესენი შემოვიდა აი ფერი რომელსაც ეკეთებს, ოქროს არ მიგიზიანებს საერთოდ. და ახლა ბევრი ასეთი აი გოგოზე თუ გასინჯული და აი ეს ყვითლები მომეცი. რომელიც ისა მე ახლა ყველა ბიჟუტერიას ნამდვილად თვითონ იცის და თვითონ არ იკეთებს. მოდით აი ეს ჭიამაია მომეცით. ნიფტის წარმომავლობა მეტნაკლებად იციან, მაგრამ ხარისხზე ინფორმაცია ბიჟუტერიის გამყიდვლებს ნამდვილად არ აქვთ. არადა როგორც აღმოჩნდა პროდუქციის უსაფრთხოებაზე, ამ შემთხვევაში კი ბიჟუტერიის უვნებლობაზე პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით სწორედ მათ ეკისრებათ. ჩვენ ამ ეტაპისთვის რეგულირებული შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სფერო არის ამ მიმართულებით, რომ ეს ვთქვათ, ბაზარზე განმათავსებელი პირი არის ვალდებული, რომ პირველი არ განათავსოს პროდუქცია ბაზარზე, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, ან სიცოცხლეს, ან გარემოს, ან ადამიანის საკუთრებას და მეორე ასევე ბაზარზე განმათავსებელი პირი, ანუ პროდუქტის მიმწოდებელი არის ვალდებული, რომ იმ რისკების შესახებ, რომელიც არის არათვალსაჩინო რისკები პროდუქტთან დაკავშირებული, აი ამ რისკებზე სრული ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებელს, როდესაც მომხმარებელი ამ პროდუქციას მისგან ყიდულობს. ან მგონია რომ თითოეული გამყიდველი მაგაზე ინფორმაციას ფლობდეს, რომ საყურე, რომელსაც ის ყიდის, რა შემადგენლობის არის, აი შედის თუ არა მასში ტყვია, ნიკელი, დარიშხანი და ასე შემდეგ ის ნივთიერებები, რომლებიც ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს. და აი სხვა შემთხვევაში როგორ შეიძლება თავი დავიცვათ? მოდით ესე ვთქვათ, პირველ რიგში საქართველოს, ანუ ხარისხზე აპელირება ზოგადად არ კეთდება ევროკავშირში და მათ შორის საქართველოშიც, ანუ ევროკავშირი და მათ შორის საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფს იმას, რომ პროდუქცია, რომელიც განთავსებული იქნება ბაზარზე, იყოს უსაფრთხო. უსაფრთხოებიდან გამომდინარე 2011 წლიდან ევროკომისიამ აკრძალა მძიმე მეტალების, კადმიუმის, ტყვიისა და ნიკელის შემცველი სამკაულის იმპორტი ევროკავშირის ქვეყნებში. ახალი რეგულაციის თანახმად ამ ნივთიერებების შემცველობა ნებისმიერ პროდუქციაში არ უნდა აღემატებოდეს 0.01%-ს, ხოლო ბავშვებისთვის განკუთვნილ სამკაულებში ნებისმიერი შემცველობა დაუშვებელია. რეგულაციაში ნათქვამია, რომ ეს ნივთიერებები არის კანცეროგენული და ტოქსიური, რომლებიც სერიოზულ ზიანს აყენებენ ადამიანის ჯანმრთელობას. ახალი რეგულაციის მიღების შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებში საფრთხის შემცველი ბიჟუტერიის იმპორტის მცდელობის 130 შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ყველა შემთხვევაში საბაჟო სამსახურებმა ტვირთის რეალიზაცია საზღვარზევე აღკვეთეს. მაგალითად, გერმანიაში ტოქსიკური ბიჟუტერიის შეტანის 24 მცდელობა აღიკვეთა. უმეტეს შემთხვევაში იმპორტირებული ბიჟუტერია საბაჟო სამსახურმა საზღვარზევე დააყადაღა, თუმცა ორჯერ არანორმირებული შემოწმების შედეგად პროდუქცია ბაზრიდანაც იქნა ამოღებული. უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში შვედეთის ხელისუფლებამ მძიმე მეტალებით დაბინძურებული საიუველირო ნაწარმის იმპორტის 21 შემთხვევა გამოავლინა. 21 შემთხვევაში პროდუქცია საბაჟო სამსახურმა საზღვარზევე დააკავა. ფინეთი მესამეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც ასევე ხშირად ფიქსირდება ჩინეთიდან საშიში მეტალების შემცველობის ბიჟუტერიის შეტანის მცდელობა. ფინეთის საზღვარზე სპეციალური ლაბორატორია ფუნქციონირებს, სადაც ყველა იმპორტირებულ ნაწარმს ბაზარზე გატანამდე ანალიზი უტარდება, რის გამოც ქვეყანაში სარისკო პროდუქტის რეალიზაციის შანსი თითქმის ნულს უტოლდება. ამ ნივთიერებების დასაშვებ ნორმაზე მეტი შემცველობის ბიჟუტერიის რეალიზაცია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაშიც აკრძალულია, თუმცა მსგავსი სამკაულების ბაზარზე გატანის არაერთი ფაქტი დაფიქსირებულა.
სულ 2 თვის წინ კანადის ტელევიზია CBC-მა ამ თემაზე ჟურნალისტური გამოძიება მოამზადა. მათი მოთხოვნით ტორონტოს უნივერსიტეტის კვლევითმა ცენტრმა 14 ბრენდის ბიჟუტერია შეამოწმა, მათ შორის საბავშვო სამკაულებიც. აქედან 8 ბრენდის ბიჟუტერიაში ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებების, კადმიუმის, ტყვიის, ნიკელისა და ვერცხლის წყლის შემცველობა აღმოჩნდა. 2015 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ეკოლოგიის ცენტრმა 99 სახეობის სამკაული შეიძინა ქვეყნის მაღაზიებსა და სავაჭრო ქსელებში. ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ბიჟუტერიის 90% ჯანმრთელობისთვის საშიშ მეტალებს შეიცავდა, მათ შორის ყველაზე დიდი რაოდენობით კადმიუმსა და ნიკელს. კადმიუმის დაშვებულ დოზაზე 4-ჯერ მეტი რაოდენობა აღმოჩნდა Forever 21-ის, Target-ისა და Walmart-ის სამეჭრო ქსელებში შეძენილ სამკაულებში. ამ მაღაზიების ონლაინ გამოწერის მომსახურებით ბევრი ქართველი მომხმარებელი სარგებლობს და შესაბამისად მათი პროდუქცია საქართველოშიც პოპულარულია. ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს არ აქვს აღებული ვალდებულება, რომ დაუახლოვდეს იმ დირექტივას, რაც ევროპის ქვეყნებშია მიღებული კონკრეტულად ბიჟუტერიის მიმართულებით. შესაბამისად, ამ სახის უსაფრთხო პროდუქტის ყიდვის გარანტია ჩვენთან არსებულ ამა თუ იმ სავაჭრო ობიექტში არ არსებობს. სადაური ჩინურები არის? ლილოდან მოგაქვთ თქვენც? ყველას მანდედან მოგა. საბავშვოები რომელია? აი, პატარები ესენი. ეს რა არის? ხუთ ლარში მოგაშნე. მადლობა. ბიჟუტერიის გარკვეული ნაწილი შევიძინეთ ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში არსებულ მაღაზიაშიც. საბავშვოებიც არის, გამარჯობა. კომპლექტია. სამაჯურია, საყურებია, ბეჭედი. აი, მშვენიერია. აი ამას მაგალითად. ნახეთ სმაილი კიდე რაღაცები. აი. ან ესენი არის ბავშვების. აი ეს მომეცეთ სმაილები. აი, საბავშვო ბეჭდები მინდა კიდე. ეს ერთი. აი ეს რაღაც დათუნია. აჰა, ესეც მეორე. ეხლა გადავიდეთ დიდებზე. ეს სახელებია. მაკო. საყურები ვიყიდეთ ბავშვების და ბეჭდები ბავშვების, სამაჯურით საბავშვო და მაკოს ეს რა ქვია. აი ყველანაირი სახელი არის. საერთოდ კაპიტოში. ხელოვნური სამკაული ვიყიდეთ ბრენდულ მაღაზიებში, სადაც ასევე ბავშვებისთვის განკუთვნილი ბიჟუტერიაც არის. სხვადასხვა ხარისხისა და წარმომავლობის ბიჟუტერიის ათეულობით ნიმუში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გეოლოგიურ და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის, დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკური ცენტრის ლაბორატორიაში მივიტანეთ. საკმაოდ ბევრი ნიმუში მოვიტანეთ სამკაულების ბიჟუტერიის და გვინდა ეს საკითხავთ, რომ შევამოწმოთ. პროგრამები, რომელიც არის თქვათ ორგანიკაში ან სათამაშოებში, იქ არის რამდენიმე ელემენტზე განსაზღვრული, რომლებიც საკმაოდ მცირე შემცველობით არის. თორე თუ დიდი შემცველობით არის, მას რა თქმა უნდა ნებისმიერ ლითონის შენადნობაში განსაზღვრავთ ნებისმიერ ელემენტს. თავდაპირველად შემოწმებას საბავშვო ბიჟუტერიაზე ვიწყებთ. შედეგი 1/2-ზე საგანგაშო აღმოჩნდა. რომს კადმიუმს ვერცხლის წყალს და ტყვიას საერთოდ არ შეიცავს მარტო არსენიკონს. ანუ დარიშხან შეიცავს. ანუ მხოლოდ დარიშხან შეიცავს, დანარჩენი 4 ელემენტი, რაზეც ჩამოწმით, იქ არ აღმოჩნდა. დარიშხანი და ყველა მისი ნაერთი წარმოადგენენ საწამლავებს. ასეთია პირველივე განმარტება, რასაც ამ ნივთიერებაზე ვკითხულობთ. ის, რასაც ბავშვის საყურე შეიცავს ბიჟუტერიაში, მცირე დოზით გამოყენებაც კი დაუშვებელია. დარიშხანის შემცველი სამკაულის კანთან კონტაქტისას შესაძლებელია განვითარდეს კანის სიმსივნეები. ამ ნივთიერების შემცველი საგნის გამოყენებამ შეიძლება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებისა და მიოკარდიუმის ინფარქტის პროვოცირებაც მოახდინოს. ეს საყურე დინამოს მიმდებარე ტერიტორიის ბაზრობაზეა შეძენილი.
შემდეგი შესამოწმებელთა სიაში საბავშვო ბეჭედი დათუნიის ფორმის პლასტმასით, ასევე ღიმილის ფორმის საყურე და პლასტმასის საყურე ფისოს გამოსახულებით არის. სამივე მათგანში რენტგენოფლუორესცენტულმა ანალიზატორმა ქრომის შემცველობა დააფიქსირა. აქაც ქრომი დაფიქსირდა. და რაღაც ძალიან დიდი რაოდენობა მგონია იმათ ფონზე რა. კი. ის რაც იყო იქ წინასე ბევრად დაბალერილი იყო და აქ ძალიან მაღალია ეს ქრომი. ყველაზე დიდი რაოდენობით არის აქ ქრომი. ქრომის სუფთა სახით საკმაოდ ტოქსიკურია. ლითონური ქრომის მტვერი აღიზიანებს ფილტვების ქსოვილებს. ქრომის ნაერთები კანთან კონტაქტისას იწვევს დერმატიტს და სხვა სახის ალერგიულ რეაქციებს. მსგავსი სამკაულის ხშირი გამოყენებისას არსებობს რისკი განვითარდეს ბრონხიალური ასთმა და სასუნთქი გზების სხვა დაავადებები. საბავშვო ბიჟუტერიის შემოწმება ბრენდულ მაღაზიაში ნაყიდი საბავშვო მძივის კვლევით გრძელდება. ეს არის ხო? დარიშხანი. აქ არის დარიშხანი და თვითონ აი იმაში არის ქრომი. აქ არის ქრომი და ეს არის აქ არის დარიშხანი. მოკლედ ესეც არ უნდა ვიყიდეთ არავინ. შემდეგი ნივთი ჭიამაის ფორმის თვლიანი საყურეა. ყველაზე საგანგაშო მეტალების ნაკრები ამ მცირე ზომის საყურეში აღმოჩნდა. ოჰო. ამ პროგრამას აქვს რაღაც თავისი ჩამონტაჟებული და ძალიან მაღალ შემცველობებზე გვაჩვენებს წითელ ფაერად. და ეს არის ის შემთხვევა, როცა გაგვიწითლა. მერტ ყველაფერია. კი. ტყვია, დარიშხანი, ბრომი, ვერცხლისწყალი, ტყვია. ეს ყველაფერი ერთად არის ამ ერთ საყურეში. კი. ექსამინაერთი აი ასე ერთად ხმაშეწყობილად ძნელია რომ დაუკავშირო ერთმანეთს, მაგრამ საერთო მათი თეორიულად შეიძლება ვთქვათ რომ ძალიან უარყოფითი მოვლენები შეიძლება გამოიწვიოს. თეორიულად რახან X3-ნაერთი არის ალერგენი, რახან X3-ნაერთი არის კანცეროგენი, მაშინ უნდა ვიფიქროთ რომ აქ ალერგიული რეაქციების გაძლიერება, იმუნოდეფიციტური მოვლენები განვითარდება ორგანიზმში და გარდა ამისა საბოლოო ჯამში შეიძლება მივიღოთ კიდეც ავთისებიანი მოქმედებისთვის შესაფერისი მდგომარეობა. მძიმე მეტალების საგანგაშო მაჩვენებელი აღმოჩნდა ბიჟუტერიის საბავშვო კომპლექტშიც, რომელიც მიწისქვეშა გადასასვლელში შევიძინეთ. ეხლა დასრულდა შემოწმება ამ ნიმუშის ბეჭედი, ხო? ბეჭედი არა, კლიპსი, ბავშვის კლიპსი. ბავშვის კლიპსი შევდეთ ზედა მხარე. რა არის მაგაში აღმოჩენილი? დარიშხანი და ტყვია. აქ არის დარიშხანი ტყვია და აი ხა შევამოწმეთ ცალკე აი ეს. კარგით ამის ხარები. ამ ნიმუში აღმოჩნდა ბრომი და ჰიდრალგიუმი. ეს ჰიდრალგიუმი ვერცხლისწყალი, ხო? კი. ეს მძივეა. თან ეს შემცირებული რაოდენობით იქნება აუცილებლად. ამ დიდი რაოდენობა იქნება რეალურად ვერცხლისწყალი, მაგრამ ძალიან საშიშია თან მithumetes ბავშვებისთვის. თან ეს პირდაპირ შეხება აქ ამასთან ეგრევე ხელზე იკეთებს ამას. კი. და სამაჯურსაც ეგრევე. ვერცხლისწყალი. ვერცხლისწყალი ჩვენს მიერ შემოწმებული ბიჟუტერიის ორ ნიმუშში აღმოჩნდა. საშიშროების კლასის მიხედვით ვერცხლისწყალი მიეკუთვნება პირველ კლასს, ანუ ძალიან საშიშ ქიმიურ ნივთიერებას. ლითონური ვერცხლისწყალი და მისი ორთქლები ძლიერ მოქმედი საწამლავია. ვერცხლისწყალი და მისი შენაერთები სულემა, კალომელი, ვერცხლისწყლის ციანიდი აზიანებს ნერვულ სისტემას, ღვიძლს, თირკმელებს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, ჩასუნთქვის შემთხვევაში სასუნთქ გზებს. ორგანიზმში ყველაზე ხშირად ვერცხლისწყალი სწორედ ჩასუნთქვის გზით ხდება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მომხმარებელს რეკომენდაციას აძლევს ვერცხლისწყლის შემცველი სამკაულები დაუყოვნებლივ მოიშორონ თავიდან. მათი ინფორმაციით ამ ნივთიერებასთან მცირე კონტაქტმაც კი შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს. არც ერთი ბავშვის სამკაული, რაც შევამოწმეთ, ჯერჯერობით სუფთა არც ერთი არ არის. ყველგან რაღაც. დარიშხანი, ქრომი, ვერცხლისწყალი, დარიშხანი, ტყვია. იმის ფონზე, რომ საბავშვო ბიჟუტერიაში მძიმე მეტალების თითქმის სრული შემადგენლობა აღმოჩნდა, რაც საფრთხის მაღალ რისკზე მიუთითებს, საქართველოში ბიჟუტერიის შემოტანის და გაკონტროლების რეგულაცია დღის წესრიგში არ დგას. ბიჟუტერიასთან დაკავშირებული რეგულირებები ჯერ საქართველოს არ შეუმუშავებია. მე ვამბობ, რომ თუ შეიცავს საფრთხეს
ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ის პროდუქტი უნდა იყიდებოდეს თუ არა ჩვენს ქვეყანაში და მე შეიძლება მე პირადად გადაცემის გამო შევამოწმო კონკრეტული ბეჭედი შეიცავს თუ არა ტყვიას, მაგრამ მე როდესაც ჩემი შვილისთვის ვყიდულობ საყურეს, მე ხომ ის ლაბორატორიაში არ მიმაქვს და არ ვამოწმებ. ეს უსაფრთხოა თუ არა, რა გარანტია მაქვს, რომ უსაფრთხო პროდუქტს ვყიდულობ ჩემს ქვეყანაში, მაღაზიაში, დახლზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ რა, უსაფრთხოება ყველა ქვეყანას და მათ შორის საქართველოს, ევროკავშირის ქვეყნებს, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში ერთმანეთისგანაც განსხვავებულია იმ სფეროებში, რაც არ არის ჰარმონიზებული. შესაბამისად, ქვეყნებს კიდევ ერთხელ ქვეყნებს აქვთ განსხვავებული მიდგომა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. საქართველოს აქვს თავისი მიდგომა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ის სფეროები, რომელიც მიჩნეული იქნა უსაფრთხო, ესე ვთქვათ, საფრთხის შემცველ სფეროებად, საქართველოში არის რეგულირებული. ბიჟუტერია არ არის მიჩნეული. განაცხადის მიმღებებს არ უფიქრიათ, რომ ბიჟუტერია არის, ესე ვთქვათ, იმ რისკის შემცველი, რომ ისიც დღეს შეიძლება დადგეს, ესე ვთქვათ, პასუხი როგორ ვთქვათ, ყურადღების ცენტრში შემოვიდეს, მაგრამ კიდევ ერთხელ თუ ჩვენ გადაწყვეტილების მიღებები ჩათვლიან, რომ ბიჟუტერიაც შეიცავს ისეთივე საფრთხეს საქართველოს მოსახლეობისათვის, როგორც მაგალითად სათამაშოები ჩაითვალა, ან სხვა ნივთები ჩაითვალა, ამის რეგულირების მექანიზმებიც იქნება გამონახული. თუ არ შემოწმდა, როგორ უნდა ჩაითვალოს საფრთხის შემცველია თუ არა? ამ შემთხვევაში სარგებლობთ ხოლმე სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკით. სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკით ევროპაში რამდენიმე ქვეყანამ უკან დააბრუნა ყველა ის ბიჟუტერია, რომელიც შეიცავდა საფრთხეს, უბრალოდ ამოიღო ბაზრიდან, გაყიდვიდან და შესაძლოა ისეთივე მექანიზმები განსხვავებული. ანუ ევროპამ ჩათვალა დიდი ხნის წინ, რომ ბიჟუტერია საფრთხეს შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მით უმეტეს მოზარდების ბიჟუტერია, რომელიც არა, მოდით ესე ვთქვათ რა, ევროკავშირმა ეს გააკეთა ალბათ მაშინ, როდესაც მისი, ასე ვთქვათ, პრიორიტეტები დადგა უკვე ბიჟუტერია დადგა პრიორიტეტების. მისმის, მაგრამ პრიორიტეტები თუ არ დადგა 10 წელი საფრთხის ქვეშ ხო ვიქნებით, ბატონო გიორგი? არ არის ესე, არასწორად აღიქვავთ თქვენ რაღაცა. აბა თქვენ მითხართ ანუ პრიორიტეტები განსაზღვრული არის პირველ ეტაპზე მინიმალური რისკის შემცველ პროდუქტებზე, რაზეც საქართველოს უნდა აიღოს ვალდებულება და ეს ჩემზე უკეთესად თქვენც იცით, მათ შორის სამშენებლო მასალებზე, სათამაშოებზე და სხვა, ეს არის განსაზღვრული და თუ ამ პერიოდში გამოვლინდა, რომ ბიჟუტერიაც წარმოადგენს ისეთივე საფრთხეს, როგორც სხვა ყველაფერი, მათ შორის ესეც გახდება რეგულირების საგანი. ჩვენ გვაქვს პრინციპში თეორიულად, ასე ვთქვათ, გვაქვს პროდუქციის უსაფრთხოების კოდექსი, სადაც დეკლარირებულია, რომ მხოლოდ უსაფრთხო საქონელი უნდა გაიყიდოს, მაგრამ ამას თან არ სდევს არავითარი კონტროლი საერთოდ. წესით უნდა არსებობდეს ბაზრის ზედამხედველობის ორგანო და ეს ორგანო საქართველოში უნდა არსებობდეს ასოცირების შეთანხმების მიხედვით 2014 წლის 1 სექტემბრიდან, ანუ როგორც კი დროებით ძალაში შევიდა ასოცირების შეთანხმება, მაშინვე უნდა იმპლემენტირებული ყოფილიყო პროდუქციის ზოგადი უსაფრთხოების შესახებ ევროკავშირის დირექტივა. რეალობა ესეთია, რომ დეკლარირებულია, რომ ნებისმიერი პროდუქცია, რომელიც განთავსებულია ბაზარზე, უნდა იყოს უსაფრთხო. სულ ერთია არის თუ არა ამ კონკრეტულ ამ პროდუქციასთან დაკავშირებით რეგულაცია ან რამე საერთოდ ნორმატიული აქტი თუ არა, ის უნდა იყოს უსაფრთხო. და ამას უნდა აკონტროლებდეს შესაბამისი ბაზრის საზედამხედველო ორგანო. ეს არის დირექტივაში, მაგრამ ეს არ არის ქართულ კანონმდებლობაში. ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით გამოდის, რომ მთელი პასუხისმგებლობა მოიმსწავლა ბიჟუტერიებზე იმ ადამიანებს ეკისრებათ, ვისგანაც ეს ნივთები შევიძინეთ. ჩვენს მიერ შეძენილ პროდუქციაზე რაიმე სახის ინფორმაცია გამყიდველებს, რა თქმა უნდა, არ ჰქონდათ. საქართველოს ბაზარზე გამოტანილ პროდუქციის შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია არც ეტიკეტზე აქვს დატანებული. ხოლო ეს ერთადერთი ნივთი, რასაც ნიკელის გარე შეეწერა, ჩვენს მიერ შეძენილ ზრდასრულებისთვის განკუთვნილ ბიჟუტერიას შორის ყველაზე საშიში აღმოჩნდა. გამარჯობა. გამარჯობა. დასრულდა ჩვენი ბიჟუტერიის შემოწმება. თითქმის დასრულდა. აი მაგალითად აქ რა ხდება საყურე. მან აღმოჩნდა ქრომის შემცველობა. ქრომი. მეტი არა. მეტი არაფერი. ეს საყურეები პრიმ. საყურეებიდან შემოწმდა ეს თვალიც და ლითონით, ცალკე და სუფთა აღმოჩნდა. აბსოლუტურად სუფთა. ой, ესეთი ჯერ არ ქონია. კი, არ ქონია. ეს არის კოტონის სამაჯური, აქ რა ხდება? კოტონის სამაჯურში საკმაოდ კარგი მდგომარეობა არის, სუფთა არის მე ელემენტებიდან.
ეს რომელსაც აწერია რომ ნიკელის გარეშე არის ეგ ჯამთელიაო. უსაფრთხო. ეს ყველაზე საშიში არის. საშიში რითი? კი, საშიში არის, იმიტომ აქ აღმოჩნდა ქრომი, კადმიუმი ძალიან ბევრი. მაღალი შემცველობა კადმიუმის. კადმიუმის ძალიან მაღალი შემცველობა. საბოლოოდ ლაბორატორიაში შემოწმებული საბავშვო ბიჟუტერიის 9 ნიმუშიდან აბსოლუტურად ყველაში სხვადასხვა სახის მძიმე მეტალი აღმოჩნდა. უკეთესი შედეგი აჩვენა ზრდასრული ადამიანებისთვის განკუთვნილმა ნივთებმა. ამ შემთხვევაში 10 სახეობიდან მძიმე მეტალებისგან თავისუფალი მხოლოდ 1 საყურე და 1 სამაჯური იყო. ბაზრის დონეზე მაკონტროლებელი რო იყოს, გამყიდველი არ გაყიდდა, ისე თუ მას არ აქვს საკმარისი ინფორმაცია ამ პროდუქციაზე, ანუ დაინტერესდებოდა რას ვყიდი. იმიტომ რომ ამისთვის მე შეიძლება დამაჯარიმონ, ეს შეიძლება უზარმაზარ ზარალში გადავარდე, ამიტომ მე მოვითხოვდი ის დოკუმენტაციას, რაღაცა შემოწმების აქტებს, რაღაცა დამადასტურებელს, რომ ეს უსაფრთხოა. გამყიდველის ხელში ინფორმაციის არ არსებობა გამომდინარეობს იქიდან, რომ გამყიდველს არ აინტერესებს ამ ინფორმაციის მიღება, არ სჭირდება. თორე რო სჭირდებოდეს ის დისტრიბუტორსაც მოსთხოვდა და იმპორტერსაც მოსთხოვდა და ბოლო-ბოლო არჩევანი აქ არ იყიდდა იმასგან, ვინც არ მისცემდა ინფორმაციას. როგორც აღმოჩნდა ბაზარზე აღმოჩენილი მომწამლელი ბიჟუტერიისგან ჩვენი და ჩვენი შვილების დასაცავად არანაირი მექანიზმი არ არსებობს, ამიტომ გამოსავალი ჩვენ თვითონვე უნდა ვიპოვოთ. საერთოდ უარი ვთქვათ იაფასიანი და საეჭვო ბიჟუტერიის შეძენისგან. ან მოვითხოვოთ ნივთის შესახებ დეტალური ინფორმაცია თუ ასეთი გამყიდველს საერთოდ მოეპოვება. მართალია პროდუქტზე დატანებული ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში სინამდვილეს არ შეესაბამება, როგორც ეს ჩვენს მიერ ნაყიდი საყურის შემთხვევაში აღმოჩნდა. ამიტომ თავიდან მოიშორეთ ყველა ის ნივთი, რომელიც საეჭვოდ მიგაჩნიათ, რადგან მისი ხშირად ტარების შემთხვევაში მით უმეტეს ბავშვებისთვის შესაძლოა ეს სავალალო შედეგები დასრულდეს.